მოგესალმებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში 2025 წლის პირველი ეთერი გვაქვს. დიდი პაუზა გამოგვივიდა პრინციპში, თუმცა რა ვიცი, ქვეყანას არ შეუსვენია. და არც ჩვენ მათ შორის. ხდებოდა, კი ბატონო, შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორები არიან სულაკაურის გამომცემლობა და გამომცემლობა პალიტრაელი. დიდი მადლობა მათ ამისთვის. ხო და ეს პირველი ეთერიც, რა ვიცი, მძიმე ამბები უძღოდა დღევანდელ დღეს წინ. სამწუხაროდ ნახეთ უკვე ახალ ფაზაში გადასული რეჟიმი, როდესაც დაესხნენ თავს ზვიად ქორიძეს, პატიმრობა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ხალტუმ ზიას, ბათუმელების და მედგაზეთის ერთ-ერთ დამფუძნებელს და რედაქტორს. ხო, რთულ მოცემულობაში ვართ, ისევ რთულ მოცემულობაში დავბრუნდით და რა თქმა უნდა, ისევ ჩვენს პრინციპულ პოზიციაზე დგას ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე და მომავალი. შეიძლება ასე ითქვას და არ შეიძლება რომ ბუნებრივია რომ ამ პროცესებში იქნება დინამიკა, ზოგჯერ ეს წინააღმდეგობა იქნება უფრო ცხელი, ზოგჯერ შეიძლება მოგვეჩვენოს რომ რაღაც განელდა, მაგრამ არ ნელდება ჩვენი გულები და არ ნელდება ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, იმიტომ რომ ეს არის ის მთავარი იდეა, რომელმაც შვა ეს ქვეყანა შეიძლება ითქვას, ხო? და რომელიც არის ჩვენ კულტურაში ყველაზე მეტად გაცხადებული და მანიფესტირებული, ასე ვთქვათ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი. მე ბევრი ვიფიქრე რაღაცეებზე, რითი მინდოდა რომ წელი დამეწყო და ვიცი რომ ამ რთულ პერიოდში ყველა ვართ საკმაოდ დაჭიმულები, დაძაბულები და ყველა ვეძებთ რაღაცა სიმშვიდის კუნძულებს, ასე ვთქვათ. რაც შეიძლება დაგვეხმაროს სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ოდიში, ჩავერთო. სხვა შორის შენ ამბობ, რომ ყველა ვეძებთ და ყველა შემთხვევაში ასე არ არის და მე ვფიქრობ, იმათ უფრო გამოადგებოთ შენი რაღაცა მითითებად თუ იქნება ეს თუ რჩება, იმიტომ რომ რაღაცნაირად გაჩნდა ეგეთი განცდა, რომ თითქოს პირიქით ახლა სხვა რამეზე გადართვის ის არ უნდა იყოს. ამ დროს საუბარი არის რაღაცა ძალიან მცირე დროზე, რომელიც ძალიან ჭირდება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ახალი ენერგიის მისაღებად თუნდაც, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ იმ ჩვენთვის არ არის ეს ჩვეულებრივი მდგომარეობა, ხო და ვერ იქნება ხა ნორმალური ადამიანისთვის, რომელიც მუშაობდა, რაღაცა ოჯახში თავის საქმე აქვს, რაღაცა ვერ იქნება მუდმივად ეს გარეთყოფნა ნორმალური ის, ხო? მაგრამ ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს არის საჭირო და იმდენად მთელი სხეულით, მთელი ცნობიერებით გადაერთო ყველა ამ ველში, ასე ვთქვათ, ხო? რაღაცა უხერხულობაც კი აქვს სხვა რაღაცის გაკეთების, ხო? თუნდაც ეს შეიძლება იყოს რაღაცა წიგნის კითხვა, ან არ ვიცი, მუსიკის მოსმენა, ან არ ვიცი, რაღაცა ყველას თავისი ისა აქვს, ხო? რუტინა, თაც ერთობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რა თემად შენ წამოჭერი. კი, ძალიან მნიშვნელოვანია და მე თვითონ ძალიან მეხმარება, ეს არის ძალიან მარტივი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტები, რომელიც ყველას გვაქვს. კალამი და ბლოკნოტი და კონკრეტული მეთოდი, რომელსაც მე არ და ანუ არსებობს ესეთი კაცი, რაიდერ ქეროლი, რომელსაც აქვს ესე იგი სპეციალური კონცენტრაციის პრობლემა და თვითონ აღმოაჩინა ეს მეთოდი, რომელიც მრავალმხრივ თერაპიული აღმოჩნდა. განსხვავება რა არის, რომ აქ ჭირდება მხოლოდ ასე ვთქვათ ერთი ჩვეულებრივი წერტილებიანი ბლოკნოტი, ნებისმიერი, სუფთა ფურცლებით, კალამი და სახაზავი და მთელი ამ მეთოდის მუღამი არის ის, რომ შენ განსხვავებით დღიურებისგან, დღიურებისგან შენ თვითონ ადგენ შენ იმას რა ქვია, რუკას ასე ვთქვათ, შენი გონების, ანუ თვითონ ამ bullet journal-ის მეთოდის მოტო არის ის, რომ ჩაიწერე წარსული, დაგეგმე დღევანდელი დღე და შექმენი შენი მომავალი. და ეს ძალიან გეხმარება, იმიტომ რომ სახით აკეთებ, ეს წერტილები უბრალოდ კალიგრაფიის იმისთვის არის? ეს წერტილები გეხმარება, რომ სხვა არსებობს თვითონ რაიდერ ქეროლის გამოცემული, ასე ვთქვათ, ბლოკნოტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს ბლოკნოტი კარგი არის, იმიტომ რომ გიმარტივებს აქ თვითონ არის მოცემული ეს გრაფიკული აღნიშვნები, როგორ უნდა ჩაწერო დღე, ანუ მთელი არსი არის იმაში, რომ დღიურებისგან განსხვავებით, რომლის წერაც ზოგჯერ გეზარება და ცოტა რთულია, bullet journal-ში
ერთ გვერდზე გაქვს მოცემული მთელი დღე და ანუ ამ კონკრეტული მეთოდის გამოყენებით ახერხებ რომ შენი დღე ჩაწერო ძალიან მოკლედ და მთელ კონტექსტს ხედავდე რა ან მაგალითად თუ ჩვეულებრივ საგეგმო ბლოკნოტში წერო დღეს ხვდები ნესტანს მაგრამ 5 თვის მერე რომ ჩავხედო ვერ გავიხსენებ რატო შევხვდი ან რა ბული ჟურნალი გეხმარება რომ ზუსტად თქვა 18 იანვარს პირობითად სად იყავი ვისთან იყავი რაზე ილაპარაკე საშინელი შეხვედრა იყო როგორი იყო და ამ ბლოკნოტს კონკრეტულად მოყვება სტიკერები რაც გიმარტივებს და პატარა ესეთი სახელმძღვანელო ნუ ეს საქართველოში არ იყიდება სამწუხაროდ უნდა გამოიწეროთ მაგრამ ბული ჟურნალის მოქნილობა იმაში არის რომ არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც კონკრეტულად ეს ბლოკნოტი იყიდო ნებისმიერ წერტილებიან ბლოკნოტი შეგიძლიათ აიღოთ bulijournal.com არის საიტი სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და მარტივ ინსტრუქციები ნახოთ როგორ აწარმოოთ ეხლა მე ვითომ შენი ოპონენტი ვარ მე მუდმივად ვაწარმოებ რაღაცა ჩანაწერებს რა თქმა უნდა ყოველდღიურად დღეში რამდენჯერმე და აი ამით ვარ სულ და ეს ხდება ნოუთებში ჩემი ტელეფონის ყველას გაქვთ მეგობრებო ასე მარტივად და უცებ ჩავინიშნავ რაღაცა რატომ არის მნიშვნელოვანი ის რომ ხელით წერა რატო არის მნიშვნელოვანი იმიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ხო ხელით წერა იმიტომ არის მნიშვნელოვანი რომ უკვე დამტკიცებული მეცნიერული ფაქტია რომ ხელით წერის დროს ჩვენი რაღაც უბნები ტვინის აქტიურდება რაც საერთოდ არიღებს მონაწილეობას და არ ირთვება მაშინ როდესაც კრებთ ნებისმიერ გაჯეტზე თქვათ ის კომპიუტერი საბეჭდი მანქანა თუ ტელეფონი და აქვს ძალიან თერაპიული ფუნქცია ხელით წერას გარდა იმისა რომ ეს მეხსიერების უბნებს აქტიურებს გრძელვადიანად ან რამდენიმე თვის პერსპექტივაში და ამას აუცილებლად იგრძნობთ იმიტომ რომ მე ვარ სხვათა შორის ადამიანი მიუხედავად იმისა რომ წერა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არასოდეს მე არ წერდი ხოლმე საერთოდ ეს დაგეგმვის ბლოკნოტები ვერასოდეს ვერ მოვირგე და დღიურების წერაც არ მეხერხებოდა ბული ჟურნალი აღმოჩნდა ჩემთვის ძალიან თერაპიული, ანუ დაახლოებით 2-3 თვის პერსპექტივაში გრძნობა ამ სხვაობას. როგორ მოქმედებს შენთვის აი ეს რაღაც ყოველდღიური 15 წუთიანი რუტინა, რომელიც შეგიძლია გქონდეს დღის დასაწყისში ან დღის ბოლოს, ან შეიძლება რაღაც ნაწილი დღის დასაწყისში უბრალოდ ტასკები მოინიშნო და მე დღის ბოლოს რამდენიმე სიტყვით ჩაწერო რა მოხდა ამ დღეს, მაგრამ ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში სერიოზულად გგუსტავს და ემოციურადაც ძალიან გეხმარება და გაწყნარებს. არსებობს კიდევ ბევრნაირი რაღაცები, ამაზეც მინდა ვილაპარაკო, ეს არის ესეთი ინტერაქციული წიგნი, რომელიც აღმოვაჩინე მარიამ კვაღდგომელაშვილის ჩემი საყვარელი მე ასე ქვია. ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი, იმიტომ რომ ავტორი თავის პერსონალურ გამოცდილებას გვიზიარებს, გვერდიდან გვერდამდე და თავის ამბებს გვიყვება, მაგრამ ამავდროულად გვთავაზობს სავარჯიშოებს. მაგალითად, გაიხსენე ვინ ხარ იარლიყების გარეშე, თქვათ. ეს თავი ეძღვნება დღეებს, როცა ყველაფერი ცუდადაა და ანუ კონკრეტული ამოცანებია, რომლის ჩაწერაც ძალიან გეხმარება, რომ გააცნობიერო სად ხარ, რას აკეთებ, რა გამოწვევების წინაშე დგეხარ და ამას რაღაცნაირად გავუმკლავდი, ანუ შენ თავს კიდე რაღაც სხვა წერტილიდან შეხედო. ეს რომ გისმენ ერთგვარი ალტერნატივა ფსიქოთერაპევტთან სიარულის, ხო, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის იყოს არათუ მოუხერხებელი, მიუწვდომელი, ხო, რაღაც მიუწვდომელიც და ზოგჯერ ჭკვიან ადამიანებსაც ემართებათ ხოლმე ეს რაღაცა მე თვითონ შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ბევრი წელი რაღაცნაირად ვერ მივდიოდი ვერასოდეს მე იანი ხარ ეს ხო ირიბათ ჩემ თავს კომპლიმენტი მართალია მე ბოლოს დავნებდი და კიდე კაი დავნებდი და კიდე კაი ვიარე თერაპიაზე იმიტომ რომ თერაპია ძალიან დამეხმარა ჩემი ფოთვითი აშლილობის დაძლევაში მაგრამ შედეგის ანუ ამ შედეგის შენარჩუნება აი მერე ძალიან დამეხმარა უკვე ესეთი მეთოდები რა როგორც არის თქვა ბული ჟურნალი ან ასეთი ტიპის დღიურები და ბევრნაირი არსებობს უბრალოდ მე ეს ძალიან მომეწონა მარიამის იმიტომ რომ ცოტ ბევრი გამბედაობა ჭირდება რომ საკუთარ თავზე რაღაცები ესე ღიად მოყვე და სხვა ადამიანებს გაუზიარო შენი გამოცდილება და თან ავტორს ეტყობა რომ ძალიან ბევრი ხანი ფიქრობდა და თვითონ აქვს ეს ყველაფერი ნაკეთები ამიტომ ეს სავარჯიშოები კიდევ უფრო გიმარტივებს თქვა ბული ჟურნალთან თუ აბსოლუტურად ცარიელ ფურცელთან ხარ და შენ თვითონ ალაგებ ამას შენ თავთან აქ ეს გეხმარება უფრო მეტად იმიტომ რომ აცა კონკრეტული რჩევებია მოცემული ან კონკრეტული დავალებები რომელსაც დაწერის დროს რაღაცების დანახვაში ძალიან გეხმარება. ამიტომ ხო დღეს გადავწყვიტე რომ ასე დამეწყოთ ჩვენი წლის ეთერი, იმიტომ რომ წლის დასაწყისში ვართ და ასეთ რაღაცების დაგეგმვა ძალიან კარგია ხოლმე ამ დროს და მით უმეტეს იმ ფონზე რომელშიც ვართ.
ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ბუნებრივია ეხლა რაღაცაირი ძალიან საინტერესო შესავალი ქონდა ტორესას და ყველას კიდევ ერთხელ ვიტყვით იმას, რომ ყველას ჭირდება ეს რაღაცა პატარ-პატარა დერეფანი, ძალიან მნიშვნელოვანია სასიცოცხლოდ, თუმცა ბუნებრივია ჩვენ მთელი გადაცემის განმავლობაში მზია ამაღლობელის სოლიდარობას მიუძღვით, ხო რა პირდაპირ თუ ირიბად ამის ირგვლივ გვექნება საუბარი და ვფიქრობ, რომ ძალიან ზუსტი სტუმრები გვეყოლება, მეც ვეთანხმები ტორესას იმაში, რომ რაღაცნაირად სხვა ფაზაში გადავიდეთ, თითქოს აი როგორც ახალი წლისთვის შეიცვლება ხოლმე რაღაც სტრატეგიები, ზუსტად ასე მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. მე საერთოდ ვფიქრობ, მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ პლატფორმას, ბათუმელებს და ნეტგაზეთს გულისხმობ და საერთოდ ვფიქრობ, რომ არ ვიცი, აჭარაში თუ კი რამე შექმნილა ღირებული, მნიშვნელოვანი, ძალიან გამძლე, მდგრადი და რაც ყველაზე ზუსტი ამ შემთხვევაში სიტყვა ამ მათთან მიმართებაში არის სანდო, ეს იყო ზუსტად ეს ორი ონლაინ მედია ნეტგაზეთი და ბათუმელები, რომელსაც აი არ ვიცი, სხვებსაც ეწყინოთ, მაგრამ რაღაცა ბრმად ყოველთვის ვენდობოდი და ვენდობოდი ამ ადამიანების შრომას, ვიცნობ მათ, ვიცი მათი მიძღვნა საქმის მიმართ და ბუნებრივია ეს ყველაზე კარგად იციან სწორედ იქ. ამიტომაც იყო მათი, ასე ვთქვათ, სამიზნედ ქცევა თვითმიზანი. ასე ვიტყოდი და ბუნებრივია ჩვენც ამ თემების ირგვლივ ვისაუბრებთ და კიდევ ერთხელ ჩვენც დავაფიქსირებთ ჩვენს ხარდაჭერას და სოლიდარობას მზია ამაღლობელის მიმართ. კი და ძალიან მნიშვნელოვანია აქ ის ფაქტიც, ხო, რომ ბათუმელების და ნეტგაზეთის დაიბადა ბათუმში და ეს ძალიან რთულია ჩვენ არის პატარა ქვეყანაში ზოგადად მედიის არსებობა და კიდევ უფრო რთულია რეგიონალური მედიის არსებობა, ხო და ეს იყო შემთხვევა, როდესაც ბათუმში დაარსებულმა გამომცემლობამ შეიძლება ასე ვთქვათ, ხო მედიამ რაღაცნაირად სტანდარტი შექმნა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჟურნალისტისთვის იქცა სკოლა, რომელიც გამოიარეს და ბევრმა ადამიანმა აღნიშნა, ხო ეს რომ მან თავისი პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში გადადგა სწორედ ნეტგაზეთში და ბათუმელებში და ეს იყო რაღაცნაირად ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მნიშვნელოვანი არის, ხო? ისე ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ აი მაგალითად არსებობს კიდე ხო მთის ამბები, რომელთაც ჩვენ ძალიან ბევრი რაღაც გაგვიგია ადამიანებზე, რომლებიც ხმა საერთოდ არის სხვა ეროვნულ მედიაში და ამიტომ ათმაგად მნიშვნელოვანი არის ის, რომ ესეთი ძლიერი და მე ვიტყოდი რაღაც იდეაზე დაყრდნობილი მედია საშუალებები არსებობდეს, ხო და ეს არ იყოს როგორც ყველაფერი დანარჩენი ხდება ამ ქვეყანაში თავმოყრილი მხოლოდ თბილისში, ხო? ამიტომ ეს თავდასხმაც ასე ვთქვათ ამ მედიებზე არის ბუნებრივი რეჟიმისთვის, რომელსაც უნდა რომ ძალიან ბევრი ადამიანი გააჩუმოს და მათი ხმა არ ისმოდეს. იმიტომ რომ ეს ადამიანები ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი ადამიანის გულის ტკივილი იქნება თუ პრობლემა ჩვენამდე აღწევს ხოლმე სწორედ ესეთი მედია საშუალებების გავლით თქვათ და ისინი წერენ ბლოგს, ისინი გვაწვდიან ამ ინფორმაციას და მერე ხდება ხოლმე ხშირად ეს ცნობილი უფრო ფართო საზოგადოებისთვის. ეხლა იმაზე მე არაფერს არ ვიტყვი, ნუ ეს ალბათ ძალიან ბევრჯერ ვთქვით და ძალიან ბევრჯერ იყო აღნიშნული, ხო, რომ აი ამ ყველაფერს ჩვენ როგორ ხედავთ სასამართლოს და პრაქტიკულად სამართლის გაუქმებას მე ასე ვიტყოდი, ხო? იმიტომ რომ წინასწარი პატიმრობის ის სტანდარტები, რომელსაც ჩვენი სასამართლო იყენებს, უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩვენ ხედავთ, რომ წინასწარ პატიმრობას უფარდებენ ადამიანებს, რომლებიც არც არცადაგარბიან, არც მტკიცებულების ანადგურებენ, არც მოწმეებზე ზეწოლის არანაირი ბერკეტი არ აქვთ და მათ წინააღმდეგ მაინც გამოყენებული არის პატიმრობა, ხო? ესეც სიმპტომატურია, იმიტომ რომ სისტემას ღირებულებად არ მიაჩნია თავისუფლება, ღირებულებად არ მიაჩნია ადამიანი, ხო?
და ძალიან ხშირად ის კანონს იყენებს უბრალოდ როგორც ინსტრუმენტს. ზიამაღლობელის შემთხვევა არის ძალიან ქრესტომათიული ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის, რომ არ შეიძლება კანონში ჩაწერილი თავდასხმა, აი სიტყვა გაგებული იყოს ფიზიკურ კონტაქტად. მე დავწერე, რომ უკვე ესეთ რეალობაში ვართ, რომ ნაცნობი პოლიციელი რო შეგხვდეს და მეგობრულად ხარზე ხელი დაუთყაფნო, შეიძლება ფორმალურად ამ სასამართლოსთვის აღმოჩნდეს პოლიციელზე თავდასხმა, ხო? ანუ კანონს არ შეიძლება კანონი წავიკითხოთ ზოგადად ზედაპირულად კონტექსტის შინაარსის გარეშე, ხო? ამაზე საუბარიც კი აბსურდულია დღეს. აბსოლუტურად ეს არის რაზეც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის სამართლის გაუქმება, ხო? აბსოლუტურად გაუქმება. მათ შორის იმ ყველაზე ცუდი სტანდარტების გაუქმებაც კი, რომელიც აქამდე გქონდა, იმიტომ რომ აქამდე მეტნაკლებად სასამართლო რაღაცა სპექტაკლს მაინც თამაშობდა, რომ თითქოს აი მოსამართლე რაღაც როლში იყო. დღეს ამასაც აღარ ვხედავთ უკვე. ის რასაც გვეუბნებოდნენ როგორც აი წინა ხელისუფლების ის რომ ეს იყო რაღაცა 99%-იანი სტატისტიკა, ხო, როდესაც პროკურატურა მიმართავდა სასამართლოს და სასამართლო უბრალოდ იყო რაღაცა ნოტარიუსის როლში, ჩვენ პრაქტიკულად ვხედავთ ამას, სადაც ხო, ნუ თან ეს რაღაც პერსონაჟები, რომელსაც გააქტიურობენ პერიოდულად, ეხლა არის ამ დგებუაძის პარტია, ეს არის სცენაზე გამოსული, ცალსახად რაღაცნაირი ასლან აბაშიძის დროინდელი ბათუმის ის პერსონაჟი, რომელიც აგერთულმე ღამის კლუბებით და ამით იმაგრებს ზურგს, ხო, და პერსონაჟი, რომელიც ჯერ ერთ-ერთი ყველაფერს რო თავიდანებოდ მის რაღაცა უკანონობას რო თავიდანებოდ უვიცია. იმიტომ რომ აი მედროშეზე როგორც ლაპარაკობს, რა კომენტარებიც იყო გაკეთებული, ეს ყველაფერს რო თავიდანებოდ თქო კიდევ ერთხელ მართლა უვიცობასთან გვაქვს საქმე, როგორც ხდება, როგორც ხშირ შემთხვევაში ამ ესე ვთქვათ გადანაწილებული როლების შემთხვევაშია, ხო, რომ უდიპლომო, უცოდინარი ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად გარდა იმისა, რომ ბოროტების იმაში ახვევენ ამ ყველაფერს, ავლენენ ასეთ უცოდინრობას და ხო, საშიში ეყოლებია. აქ ჩვენ რა თქმა უნდა წინააღმდეგობა არის შესაბამისი, არ ჩერდება არც მარშები, არც თქვათ ყოველსაღამოს დაგეგმილი აქციები საზოგადოებრივ მაუწყებელთან იქნება ეს თუ რუსთაველზე, უბრალოდ ნამდვილად საშიშ ხალხთან გვაქვს საქმე, იმ გაგებით რომ ხო, გაზარალებენ ცხადია და უკანონობა, ძალაუფლება მათ მხარესაა, თუმცა ეს წინააღმდეგობა მე ვფიქრობ, რომ მაინც ყოველდღიურად მათ დასუსტებაზე მუშაობს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება და ეს ქართულ საზოგადოებას არაერთხელ გამომტკიცებია ეს, რომ ჩვენთვის ძალადობა არის წითელი ხაზი. ანუ ეს არ არის ცხოვრების წესი, რომელიც ჩვენ გვინდა. ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც დავტოვეთ უკან, ძალიან დიდი შრომის და მათ შორის მსხვერპლის და ბევრი რაღაცის ფასად. არავის მე არ ვიცნობ არც ერთ ჯანსაღ ნორმალურ ადამიანს, რომელსაც უნდა რომ მისმა შვილმა იცხოვროს სამყაროში, სადაც ძალადობა არის ცხოვრების წესი, სადაც ძალის გამოყენება არის სიმართლის ან ტყუან მართლის გარჩევის გზა, ხო? მე არ მინდა რომ ჩემი დიშვილი, რომელიც ახლა 6 წელს უნდა მივიდეს სკოლაში, გაიზარდოს გარემოში, სადაც ღირებულება არის არა ადამიანის მხარდაჭერა, თანაგრძნობა, დაჩაგრულის დაცვა, ძირსდავარნილი ადამიანის ფეხზე წამოყენება, არამედ საკუთარი ძალით სხვების დათრგუნვა და სადაც თქვათ მამაკაცურობა გულისხმობს იმას, რომ შენ აუცილებლად ვიღაც უნდა ცემო და აუცილებლად ვიღაც უნდა დაასისხლიანო. აუცილებლად ვიღაც უნდა დაჩაგრო. რაღაც პატარა აგური დადო ამაზე მუშაობისთვის, ხო, ამის შესაძლებლად და ძალიან სამწუხაროა, რომ მე ვთვლი, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება გარკვეულწილად მიუძღვენი ამას, რომ ადამიანები გარშემო, ანუ ადამიანებს არ ქონოდათ ძალადობის მიმართ რომანტიკული განწყობა და ძალიან ბევრი მიფიქრია ამაზე, ძალიან ბევრი რამ რაც გამიკეთებია ცხოვრებაში განსჭვალული იყო ამ რწმენით, რომ მათ შორის განმანათლებლობაც ხო, რაღაც წიგნებზე ლაპარაკი, მოწოდება იმისკენ, რომ მოდი წიგნები წავიკითხოთ, ხო, ეს ამ ყველაფრის უკან ხო ეს სურვილი იდგა რაღაცნაირად, რომ ჩვენ არ ყოფილიყავით ამ რეალობაში, სადაც განმსაზღვრელი ხდება ის, რომ მე ძლიერი ვარ და შემიძლია შენ დაგჩაგრო. და რატოც ჩვენ გვინდა ხო, რატოც ვეყრდნობით ჩვენ ქართულ ლიტერატურას, იმიტომ რომ მთელი ქართული ლიტერატურა
არის ხო ამაზე ლაპარაკი იგივე სვაჟას ცნობილი ლექსი რომ ბიჭობა ის კი არ არისო ხო დაჩაგრულს ჩაგრავდე უფრო მეტად და წპირიქით ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და პრაქტიკულად ეხა ჩვენ თვალწინ ინგრევა ყველაფერაც ვიკეთებია ყველაფერაც თუმცა თითოეული ადამიანის მონაწილეობა და ისეთი თავგამეტება როგორც მაგალითად ამ შემთხვევაში ახლა მონიშნული მქონდა დათო სიმონია ბიჭი რომელიც საჰესის იზოლატორთან მეგობარს ელოდება ხო ჩვენ ამის გვჯერა და ჩვენ ამიტომაც რაღაცნაირად ლიტერატურულ პერსონაჟადაც წარმოვიდგენთ ამ თაფლი არ წაუსვამს თორე იმიტომ რომ და არა მხოლოდ ლიტერატურულ გმირად ისტორიიდან გვახსოვს ასეთი ამბებიც ბიჭი რომელიც ელოდება მეგობარს და როგორი შთაგონების წყაროა ხო და ყოველ დღე არ არსებობს ადამიანი რომელსაც ყოველდღიურად არ ქონდეს თქვათ ესე იგი რაღაცა მეხსიერებაში და ეს ძალიან გვჭირდება იმიტომ ყველაფერი რაც შეიძლება რომ შეიცვალოს საბოლოო ჯამში რაღაც გამოცდილებაზე უნდა იდგეს და ბუნებრივია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი მაგალითები. ჩვენ შეგვიძლია ნელ-ნელა დავაგანონსოთ ჩვენი სტუმრების შემოსვლა ჩვენს ეთერში, საუბრობდით დამოუკიდებელ მედიაზე და გვინდა რომ ახლა ჩვენ სტუდიაში ვთხოვოთ ანანო ბაკურაძეს, ეკა ქადაგიშვილს, პლატფორმა მუმენტის დამფუძნებლებს, ჟურნალისტებს და გამარჯობათ კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ მოხვედით. კი ბატონო, ჩვენთვის ბევრი თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და ხო ამ გამოცდილებაზე ვსაუბრობდით და ძალიან დიდი ძალისხმევა არის ჩადებული თითოეული პლატფორმის, ხო, ნეტგაზეთსა და ბათუმელებზე ვსაუბრობდით, ასევე იგულისხმება თქვენი პლატფორმაც ამის შექმნაში, შემდეგ რაღაცა, არ ვიცი, სტანდარტის ჩარჩოში მოქცევისთვის დავიწყოთ საუბარი ეკასთან ალბათ, ჯერ ეკასგან. პირველად ვართ თქვენ სტუდიაში. ხო, ორივე. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი. კი ბატონო, ეკა, ხო, მანამდე საუბრობდით. თანამედროვე დრო და დამოუკიდებელი მედია შეგვიძლია რომ რაღაცნაირად აი ამ ფორმულირებით ვისაუბროთ. ბუნებრივია ვიცი რომ უერთდებით ამ სოლიდარობას, სხვანაირად არ შეიძლება იყოს და გქონიათ პირადი შეხებაც მზია ამაღლობელთან, რომელიც რაღაცნაირად კი, ნამდვილად, ხო, პირველ რიგში თავისუფლება მზია ამაღლობელს, ყველა პოლიტპატიმარს თავიდან ამას ვიტყოდი და ხო, მზიასთან მქონია შეხება, ასე ვთქვათ, გვიმუშავია ერთ პროექტზე, მქონია ეს შესაძლებლობა და არც დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი პროფესიონალი, თანმიმდევრული, მშვიდი თავისი საქმის მცოდნე ადამიანი მართლა ძალიან იშვიათად და თითქმის არ შემხვედრია აი ამდენი წლის განმავლობაში რაც ვარ ამ პროფესიაში და არც ეს საერთოდ გაუგებარია საერთოდ რაც ხდება და ამას რა გამართლება საერთოდ შეიძლება კონდეს იმიტომ რომ ამ ადამიანმა თავის თანაგუნდელებთან ერთად შექმნა თქვენს რაზეც ისაუბრეთ მედია პრინციპში რომელიც აი ამდენი წელი ყვებავს საზოგადოებას აბსოლუტურად სანდო ინფორმაციით ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლიანი მედია და თითოეული ჟურნალისტი მე უმეტესობას ვიცნობ ასევე ესენი არიან ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები რა და არ ვიცი ჩვენ საუბრობდით ხო მანამდე გავიხსენეთ ეთერ თურავამ რომ მიმართა ხო თურაძემ რომ მიმართა პაპუაშვილს მაშინ და პრინციპში ეს როდის იყო და ახლა ხო ზაფხულში რუსული კანონის პროტესტის დღეებში იყო და პრინციპში მან უთხრა რომ როგორც მახსოვს თუ სწორად მახსოვს რომ აი თქვენ გვაიძულეთ რომ ჩვენ გამოვსულიყავით ჩვენი პროფესიული ჩარჩოებიდან და პრინციპში ეს არის ის რაც დღეს ხდება ძალიან შეიცვალა ჟურნალისტიკა მგონია ჩემი აზრით არა მარტო საქართველოში არამედ საერთოდ მსოფლიოში იმიტომ რომ თუკი აი 20 წლის წინ მაგალითად საუბარი იყო იმაზე რომ ჟურნალისტი თუკი იქნებოდა ან ემოციური ან რაღაცნაირად არ ექნებოდა მეორე მხარე აი ეს ძალიან დიდი არაპროფესიონალიზმი იყო ასე ვთქვათ მაგრამ დღეს ასე აღარ არის იმიტომ რომ აი წიგნიც რომელიც მზია ამაღლობელს ხელში ეჭირა
მარია რესას წიგნი. პრინციპში აი მარია მე რო არ ვთქვა, მის სიტყვებს მოვიშველიებ, რომ დღეს აღარ არსებობს დაბალანსებული, ეს კლასიკური გაგებით დაბალანსებული მედია. და რატომ? იმიტომ რომ პრინციპში აი ის რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ძალიან ბევრმა ქვეყანამ უკვე გაიარა და აღარ არსებობს, იმიტომ რომ ამ ჟურნალისტებს რეალურად უწევთ ავტოკრატიულ სისტემაში მუშაობა, ხო? როდესაც მეორე მხარე საერთოდ არ ელაპარაკება, მაგალითად, როდესაც ხდება უსამართლობა, ხდება ძალადობა, არ ისჯება მოძალადე, ხო? მაგალითად ის რაც ჩვენთანაც მოხდა. და შესაბამისად, როგორ შეიძლება რომ ამ დროს იყო, აი ესე თქვა, კლასიკურად დაბალანსებული, შენი პირადი ემოციები არ გამოხატო და ამიტომაც საქართველოშიც დღეს ვფიქრობ, ხდება ის რაც ხდება რა, რომ არავინ არ ეგუება ამას და პროფესიას რაღაცნაირად შეიცვალა, ხო, ეს პროფესია, რა ვიცი, ეს არის ჩემი აზრი და ნუ სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის, თუნდაც ახლა რომ ხედავთ ჩვენც და ამაზე ვლაპარაკობთ და ახლა ჩვენი პლატფორმაც მუმენტიც რომ თავისი მთელი შინაარსით ამ ყველაფერს ემსახურება, ხო, რომ მიუთითოთ რა, ჟურნალისტიკის როლიც ხომ ეს არის, რომ მივუთითოთ ხელისუფლებას იმ შეცდომებზე და იმ უსამართლობებზე რაც ხდება და ჩვენც ამას ვაკეთებთ ხო პრინციპში ანანო ეს გვამოძრავებს ჩვენც რომ ის რასაც ხვები აკეთებენ ჩვენც ჩვენი საქმით შევავსოთ რაღაცნაირად აი ეს ყველაფერი ხმა ვისიც არის მის ჩვენ მივუწევთ იმ ადამიანებს პლატფორმა და ძალიან რთული არის დამოუკიდებელი მედიის კეთება ამ ქვეყანაში მით უმეტეს სექსისტურათაც, როდესაც ორი ქალი აკეთებს ამას, ყველა გაგებით რთული არის, იმიტომ რომ ჟურნალისტიკა რა არის, ხო რაღაცა თქვა, ის რისი გაგონებაც სხვას არ უნდა, ან ვიღაცა რასაც მალავს, ხო და ჩვენ ამას ვამბობთ და ვააშკარავებთ და რთული არის ყველა გაგებით, ფინანსურად ძალიან რთული არის, ახლა მომენტი, თქვათ, მომენტზე თუ შეგვიძლია ვისაუბროთ არის ის რომ მომენტია ჩვენ არანაირი შემოსავალი არ აქვს, ეს არის მთლიანად ჩვენი კეთილი ნება 8 წელი ამას ვაკეთებთ და თვითონ არხიდან არანაირი შემოსავალი არ გვაქვს, ჩვენ გვერდზე ვმუშაობთ, გვაქვს პროდაქშენი და იქიდან გვაქვს შემოსავალი იმისთვის, რომ მე ვაარსებოთ ეს არხი, ვიღაცებისთვის ალბათ დაუჯერებლად ჟღერს, იმიტომ რომ ვიღაცები მხოლოდ ფულის გამო ცხოვრობენ და ასეთი ადამიანები მართავენ დღეს ჩემი აზრით ჩვენ ქვეყანას და მათთვის ალბათ დაუჯერებელი არის, როგორ შეიძლება იყოს საქმე შემოსავლის გარეშე, შენთვის რაღაცა ძალიან დიდის მომტანი, მაგრამ ჩვენთვის ასე არის და ამ საქმეს ვერ გააკეთებ თუ ეს ძალიან არ გიყვარს. ასე არის მზიას შემთხვევაშიც, რა მზიაზე ვსაუბრობთ ახლა და თავისუფლება მას მეც განმეორდები. ხო, და მეორე კუთხით კიდე ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ის ყავს, რა ქვია, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, განგსჯის, რომ შენ რაღაც ამ პატარა ქვეყანაში ხმას იღებ რაღაც დიდი კორუფციის თუ პატარა კორუფციის თუ არ ვიცი, უსამართლობების წინააღმდეგ და რაღაცნაირად ემოციურ და ფინანსურ ჭიდილში ხარ გამუდმებით. მაგრამ ჩვენ იმდენად გვიყვარს ჩვენი საქმე და ზუსტად ჩემი აზრით ბათუმელების და ნეტგაზეთის ზუსტად ამისი მაგალითი არის, რომ არ გვჭირდება ჩვენ, ანუ რაღაც მართლები ვართ ჩვენ საკუთარ თავებთან და მგონია რომ ეს არის ყველაზე დიდი იარაღი მათ წინააღმდეგ სიმართლე და ამისთვის ვარსებობთ და ამისთვის ვართ და ვიქნებით და რაც არ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ამის კეთებას, იმიტომ რომ ამის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია ცხოვრება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა, რაც ჩვენ გვაქვს და ჩვენი მოწოდება, ასე ვთქვათ, და არ ვიცი, ხა მე და ეკას ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს ერთად გავლილი, ომებიდან დაწყებული, არ ვიცი, ძალიან დიდი რაღაცა სირთულეები, ხო, ვიღაცის მუქარებიც და ასე შემდეგ გამოვლილი, მაგრამ რაღაცა არ ვიცი, მე მგონი არასდროს არ შეგვშინებია რა. და ეხლა დარწმუნებული რომ ზიასაც არ ეშინია და რახან თქვენს გადაცემაში პირველად ვართ
ვთქვათ, ეკამ გამომიგზავნა სხვათა შორის წიგნი საახალწლოდ პარიზში ავტოკრატების გაერთიანებაზე, რომელსაც ზუსტად გზაში ვკითხულობდი და მგონი მქონდა წიგნიც ალბათ წარადგინეთ ეს წიგნი იმ მარია რესას წიგნთან ერთად ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია და იქ ამოვიკითხა ეგეთი აბზაცი იყო, ასე ვთქვათ, ავტორი წერდა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ავტოკრატების გაერთიანების ვართ ჩვენ ლიბერალი ადამიანები, რომლებიც გამოდიან ქუჩაში და ჩვენი ერთადერთი საბრძოლო არეალი, ასე ვთქვათ, არის ქუჩა დღეს. ყველა ქვეყანაში სადაც ეს ხდება, არა მარტო ჩვენთან, ყველას ბელორუსიაში, იქნება ეს უკრაინაში, იქნება თუ მოლდოვაში, თუ ასე შემდეგ, ჩვენი, ასე ვთქვათ, ბრძოლის სივრცე არის ქუჩა და ჩვენ შეიძლება ვერ ვხედავდეთ ეს ავტოკრატები და ოლიგარქები, ეხლა ისე ყოველდღიურად ინსტაგრამზე ხوار პოსტავენ სტორიში რასაკეთებენ, ხო, როგორც ჩვენ მაგალითად, რომ ქუჩაში ვართ და რაღაც. მაგრამ მათ ძალიან ეშინიათ ჩვენი რეალურად, იმიტომ რომ ყველგან ჩვენ წარმოვადგენთ საფრთხეს და ძალიან ის იყო, რა ქვია, ძალიან კარგი იყო ამ ფრაზის წაკითხვა, იმიტომ რომ მივხვდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხედავთ მათ, ჩვენ მაინც მათთვის საფრთხე ვართ. ამიტომ მე არ მგონია, რომ ქალბატონ ზიასაც ეშინოდეს ციხის მართა ადამიანს არის ეშინა ესე. იცით რა არის თან აი მგონია, რომ საზოგადოებამაც ეს ძალიან კარგად უნდა გაიაზროს, რა საერთოდ მედიის როლი და რას აკეთებენ განსაკუთრებით დღეს არასახელისუფლებო არხები და მედია პლატფორმები, ხო? აი ძალიან ხშირად ახლა აი ბოლო დღეებშიც შემხვდა ესეთი განსაკუთრებით აქტივისტების მხრიდან კრიტიკა, თუნდაც ამ არხის, თუნდაც სხვა ოპოზიციური არხის და ასე შემდეგ და სხვები კიდევ ვთქვათ უფრო ხელისუფლებისკენ ვინც არის გადახრილი, ისინი ამბობენ, რომ აი მედია ჟურნალისტები ძალიან ბევრს ცოდავენ და ასე შემდეგ, ხო? რა არის ეს ცოდვა, ხო? რეალურად აი დავფიქრებულ ვარ იმაზე, რომ ისინი ამ ცოდვად გულისხმობენ იმას, რომ იბრძვიან. კი, ნამდვილად დღეს ჟურნალისტები გამოსული არიან თავიანთი პროფესიული ჩარჩოების მიღმა და იბრძვიან და საზოგადოებამ რეალურად უნდა გაიაზროს, არ შეიძლება ასე უბრალოდ ხელაღებით კრიტიკა დღეს ჟურნალისტების, იმიტომ რომ რა ვიცი, საერთოდ იციან მოქალაქეებმა რის ხარჯზე გიწევთ თქვენ აქ მუშაობა, თუნდაც ამ არხზე, რა სირთულეების ხარჯზე. რა ვიცი, ბათუმელებს, ნეტგაზეთს, ხო, სხვა ოპოზიციურ არხებს და პლატფორმებს, ხო, საერთოდ დაინტერესებულან, რომ ჩაიხედონ შიგნით ან დაუყენებიათ საკუთარი თავი, აი თქვენს ადგილას, ტელევიზიების ადგილას, რომლებსაც უამრავი პრობლემა აქვს დღეს, ხო? არასახელისუფლებო არხებს გულისხმობ. და რამდენი წელია უკვე. კი, ახლა ჩვენ მაგალითად იყო ის, რომ ბათუმში რატო არ აშუქებთ და მე უბრალოდ არის რომ ფიზიკურად შეიძლება არ გქონდეს იმ მომენტში. კრიტიკა აუცილებელია, ვიღაცას რაღაც არ მოეწონება, რა თქმა უნდა, დაწერს, ამაში ყველა თავს უნდა. მე ვამბობ გააზრებაზე რა ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა ამ ხრივ ჩემი აზრით დღეს არასახელისუფლებო მედიაში და მხოლოდ მხარდაჭერა არის დღეს საჭირო. რეალურად ბოდიშით როცა ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც ძალიან ხშირად წლების განმავლობაში უკვე ისე ხდება, რომ 112-ის ნაცვლად ადამიანები ტელევიზიებში რეკავენ. როცა რაღაც უჭირთ, როცა რაღაცის არ ვიცი, გამორკვევა ჭირდებათ, როცა სასამა არ ვიცი, ძალიან ბევრი მიზეზის ადრეკავენ მერე, როდესაც მათ ჭირდებათ დახმარება, ხო, და როდესაც ზალადობის მსხვერპლი, აი ჩვენ მუმენტზე გავაკეთეთ ცოტა ხნის წინ დეკემბერში ახლა ფილმი იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც იყვნენ ზალადობის მსხვერპლი და ზუსტად აი მახსოვს მაკა ჩიხლაძეც და გურამ როგავაც ინტერვიუში ამბობდნენ ამას, რომ მე დაუცველია, მე ვის უნდა მივმართო, როცა დახმარება დამჭირდება პოლიციას, პოლიცია მე ვერ მიცავს და აი ამაშია საქმე რა და ამიტომ მგონია, რომ საზოგადოებამ, ნუ მოქალაქეებმა ძალიან კარგად უნდა გაიაზრონ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე სულ ვამბობ, რა ვიცი, ინტერვიუა თუ სადმე პირად საუბრებში, სულ ამას ვამბობ, რომ მგონია, რომ როდესაც სახელმწიფო აი ესე ძალადობს ჟურნალისტებზე და დაუსჯელი არავინ არ არის, მე მგონია, რომ მოქალაქეებს სერიოზულად უნდა ეშინოდეთ. აი ამ ფაქტის ეს არ არის ის, რომ მათ არ ეხებათ, მე ამას ვეტყვი, რა ვიცი, ოცნების მხარდამჭერებსაც, ყველას უფლება აქვს ვისი მხარდაჭერით შეუძლია იყოს, მაგრამ მათაც უნდა ეშინოდეთ, იმიტომ რომ როდესაც ჟურნალისტებს ასე, რა ვიცი, სცემენ და შემდეგ სამართალი იქ არ არის, იმ ორმოში ყველა შეიძლება ჩავარდეს. მოექცევიან
მოქალაქეებს და აი ეს მგონია რომ ძალიან დასაზრებული. კი, ეგ უბრალოდ დროის საკითხია, ასე ვთქვათ და საინტერესო წიგნი ახსენეთ თქვენ ავტოკრატების გაერთიანება, სადაც ძალიან მნიშვნელოვან განსხვავებას უსვამს ხაზს, ხო, რითი განსხვავდება თანამედროვე ავტოკრატიები, თქვათ მე-20 საუკუნის ცნობილი ტოტალიტარული რეჟიმებისგან, იმიტომ რომ იმ ტოტალიტარულ რეჟიმებში არსებობდა იდეოლოგიური საყრდენი, ხო, რაღაც რისიც ამ შეიძლება ეს აბსოლუტურად ბოროტი იყო, ხო, თუ იქნება ეს ფაშიზმის შემთხვევაში თუ ბოლშევიზმის შემთხვევაში, მაგრამ რაღაც იდეა იყო, რომელსაც შეიძლება ვიღაცის მართლა ჯეროდა, ხო? და ამით მოქმედებდა. თანამედროვე ავტოკრატიებს ეს საერთოდ არ გააჩნიათ. და მისთვის იმიტომ იქცევა, მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს პირობითად რო ვთქვათ რა, ლიბერალი როგორც პოლიტიკური იდეოლოგია კი არ არის მისთვის საშიში, არამედ ადამიანი, რომელიც მოქმედებს მერკანტილური ინტერესის მიღმა. ანუ ვისაც შეუძლია რომ თქვას რომ მე შეიძლება ეხა საჭმელიც მაქვს, სასმელიც მაქვს, ფიზიკურად მე არც არაფერი მემუქრება, მაგრამ მე არ შემიძლია გავჩერდე სახლში, როდესაც ვხედავ ამ უსამართლობას. ეს აბსოლუტურად ცვლის, ხო? მოცემულობას და მათ შორის ჟურნალისტებისთვისაც ახლა მე გამახსენდა თქვენი გაკეთებული იყო თუ არ ვცდები ოკმელას სატელეფონო ზარი რომელიც ემოციურად იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური რამ რაც მომისმა უბრალოდ ცრემლების გარეშე ვერ ვუსმინე ამას და აი ამ დროს როცა ვთქვათ მეორე მხარე შენგან ითხოვს რაღაცა ვინ უნდა რომელი მეორე მხარე უნდა გყავდეს აქ რა ვიცი მოსამართლე რომელმაც პროცესი უკვე გადაუდო არა მეორე მხარე უბრალოდ ვერც გეყოლება იმიტომ რომ ვინ არის მეორე მხარე არ გელაპარაკებიან აი რა ვიცი ოფიციალურ დონეზეც როდესაც წერილს გააგზავნი მიწა რაღაც ინფორმაციის გამო რამდენჯერ ყოფილა ხო ჩვენ შემთხვევაშიც საერთოდ პასუხი არ არის არა ხო აი ჩაკეტილები არის რა სხვა შორის რამდენჯერმე როდესაც რაღაცა სხვა სივრცეში შემხვედრილან ასე ვთქვათ მთავრობის წევრები მე ყოველთვის მივდივარ ვესალმები ხოლმე და ვეცნობი და მინდა ხოლმე როგორც მოქალაქეს მოვითხოვო მათგან პასუხი. ხო, რაც ჩვეულებრივი ამბავია. გაჩერებულა და ნუ რაღაცა, ჩემი მოშორების მიზნით დამთანხმებიან ალბათ რაღაცეებზე, მაგრამ არ არსებობს საერთოდ აღარ არის ასე ვთქვათ კავშირი მთავრობასა და ხალხს შორის და ზუსტად გუშინ ვლაპარაკობდით მე და ჩვენი მემონტაჟე ანუტა რომ აი ამ წლების განმავლობაში ჩვენს ხელში გაიარა ყველაფერმა რაც ამ ქვეყანაში მოხდა და გაიარა ამ ინფორმაციამ სრულიად გაუფილტრავად ასე ვთქვათ აი რაც მართლა მოხდა და ვამბობდით რომ აი ხალხმა რო იცოდეს ამისი არ ვიცი 2% რეალურად აი ამ ხალხს რო შეხვედროდა მაგალითად ზაზა სარალიძეს მაგალითად არ ვიცი ნუ ძალიან ბევრი იყო მაგალითად კარტოგრაფების საქმე ხო ჟურნალისტების ხელში გადის ძალიან ესეთი ასე ვთქვათ გაუფილტრავი ინფორმაცია და მე ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ინფორმაცია რაღაცნაირად მივაწოდოთ საზოგადოებას ხო ამიტომ ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით რეალურად რა ხდება ამ ქვეყანაში ვიცნობთ ამ ადამიანებს ახლა ადრე სხვათა შორის როცა ჩვენ ტელევიზიაში ვმუშაობდით მაშინ უფრო გველაპარაკებოდნენ უფრო შეგვეძლო თქვათ ვიღაცები ჩაგვეწერა მთავრობიდან და საჯარო სექტორიდან მაგრამ ასე იწყება და იმიტომ თავიდან დიალოგი არსებობს აღარ გველაპარაკებოდი რომ აი ესეთი დახურული სივრცე ჟურნალისტებისთვის არა რა ვიცი აი წლების განმავლობაში არ ყოფილა როგორ არა იყო ხოლმე დახურული სივრცეებიც და ასე შემდეგ და ბრძოლა ყოველთვის იყო მე ვიტყოდი არავის ეგონოს რომ ეს დღეს ხდება და ეს არ იყო მანამდე თუნდაც წინა ხელისუფლების დროს ხო ძალისხმევა ყოველთვის იყო საჭირო ხო მე არ მახსოვს არ ვიცი ჟურნალისტებზე მსგავსი ძალადობის ფაქტები რა აი ეს არის უკვე მთავარი რა რაც არის დღეს ის რაც უბრალოდ უნდა რაღაც პროტესტებაზეც აღარ არის ლაპარაკი რა უნდა ყველაფერი ვქნათ იმისთვის რომ შეეძლოს სამართალი იყოს აი დღემდე რო ვფიქრობ რომ აი გურამ როგავა და მაკა ჩიხლაძე ხო ეხლა სხვები ძალიან ბევრი მაგრამ ამათ უბრალოდ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებთ და ვერავინ იტყვის რომ ეს არ მომხდარა ხო აი დღემდე რო ვფიქრობ აი ყოველ დღე ვფიქრობ ამაზე მე პირადად რომ
სად არის დამნაშავე, სად არის მოძალადე, საერთოდ სად არის, ხო, თავისუფლებაზე დადის დღესაც, როდესაც მზია ამაღლობელი, რა თქმა უნდა, ეგრევე ჩასვეს, ხო, ციხეში დაპატიმრებული. აი, სასწაულია ეს ფაქტი თვითონ. კი, ნამდვილად, აი, როცა საუბრობთ მაგალითად საზოგადოებაზე, რომლებიც ჟურნალისტებისგან ითხოვენ დაბალანსებას, რაღაცა, არ ვიცი, ნუ თამბერი მოთხოვნები აქვთ, ხო? როგორ უნდა იყოს მაგალითად სიუჟეტი დაბალანსებული, როცა მეორე მხარე საერთოდ არ გელაპარაკება. ჩვენ აი მართლა ძალიან ბევრი წერილი გვაქვს გაგზავნილი, გვინდოდა საუბარი, იყო თავის დროზე რაღაცა კულტურის მინისტრი, იყო არ ვიცი, ბევრი ხო, თან დამოუკიდებელი მედია და ესეთი პლატფორმები არ არის ასოცირებული მას ნებისმიერ დიდ იმას, ახლა ჩვენ ტელევიზიას ნებისმიერი რამ შეიძლება მოუგონო დააბრალო რაღაც მხარედ წარმოაჩინო, ხო? და სხვა ტელევიზიებს, მაგრამ აი ეს პლატფორმები, არ ვიცი, ნეტგაზეთი იქნება ეს თავისთავად არსებული, ხო? რაღაცნაირად მათთანაც არ მისული და მათთანაც ჩაკეტილი ეს დიალოგი უკვე მაგას ნიშნავს, რომ მივდიოდით ამ დღემდე, რომელთანაც მივედით. მე მაქვს ასეთი ხო, ეს არ ყოფილა მათი არჩევანი. ზუსტად, ხო. რა როლი აკისრია აი ამ რეალობის ჩამოყალიბებაში საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხო? იმიტომ რომ გარკვეულწილად, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ უნდა იყოს სადისკუსიო ველი, უნდა იყოს, ვთქვათ, რაღაც სტანდარტი, ხო, დაცული, ამიტომ არსებობს ხო საზოგადოებრივ მაუწყებელი, ამიტომ ვაძლევთ მშპ-დან პირდაპირ მიმული ბიუჯეტზე, რომ მათ არაფერზე საფიქრი არ იყვნენ ისინი დამოკიდებული არც მთავრობის კეთილნებაზე, არც ბიზნესზე, არც რაღაც პოლიტიკაზე, არამედ მათ კანონით ესე პირდაპირ მშპ იზრდება მათი ბიუჯეტი. ანუ ფინანსური დამოუკიდებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩვენ საკმაოდ მაღალი სტანდარტით გვაქვს უზრუნველყოფილი. აი რა პასუხისგებელი, იმიტომ რომ ეხა ძალიან უცოდველი კრავის სახით ამბობენ, რომ აი ჩვენ თავაზობთ მხარეებს დისკუსიას, მაგრამ ეს დისკუსიაზე არავინ არ გვთანხდება. უბრალოდ 12 წელი გავიდა, ხო? აი რა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი ამ ყველაფერში, ამ რეალობაშიც დაგვიდგა. პირველ რიგში მე მგონია, რომ ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ ჩვენი გადახდილი გადასახადებით ფინანსდება მთავრობა, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ნებისმიერ საჯარო უწყება. რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ანგარიშვალდებულნი არიან ჩვენთან. აი მაგალითად საფრანგეთში, როდესაც გერიცხება ხელფასი, კომპანია კი არ იხდის გადასახადს, ანუ საშემოსავლოს. შენ თვითონ რიცხავ იმისთვის, რომ გააზრებული გქონდეს სად რიცხავ და რისთვის. კი, და ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი აქტია, რომელიც აბსოლუტურ იმას და ჩვენთან ეს არ არის, ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანს არ აქვს. მე ვიცნობ, პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც 2-3 წლის წინ აღმოაჩინეს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მათი გადასახადებიდან ირიცხება. ეს მგონია, რომ არის პირველი რაღაცა, მაგრამ არასოდეს არ არსებობდა პოლიტიკური ნება ამისი, რა მარტივი გასაკეთებელია, ხო, ალბათ ძალიან მარტივი, რომ შეცვალონ ეს საშემოსავლო რაღაც კოდექსი თუ კანონი თუ როგორც არის, მაგრამ ამას არასოდეს არ აკეთებდნენ. და ესე იყო წლების განმავლობაში. ანუ მე სულ ამბობ, რომ რაღაცა პოლიტიკური ნება თუ არ არსებობს, რომ გაზარდო სამოქალაქო საზოგადოება, ასწავლო, რომ რა არის შენი უფლება და იმართებოდეს ქვეყანა ქვემოდან ზემოთ და არა ზემოდან ქვემოთ, მანამდე არ ვიცი საერთოდ რას აქვს მნიშვნელობა. ამიტომ ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხო, რომელიც ჩვენს მიერ ფინანსდება, ჩვენ გვინდა იქ გავიგოთ ყველას ხმა, იმიტომ რომ ეს არის შენობა და ინსტიტუტი ამ შენობაში, რომელიც არის ჩვენი ყველასი. ამიტომ მე არ მინდა იქიდან მესმოდეს მხოლოდ მთავრობის ხმა, რომელსაც გაწყვეტილი აქვს დიალოგი საკუთარ ხალხთან. მე მინდა იქიდან მესმოდეს ხმა ყველასი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, რომლებისთვისაც სივრცე საერთოდ არსებობს ამ ქვეყანაში, არ ვიცი, არ არსებობს. ამ მსახიობებისთვის, რომლებიც არ ვიცი, არ არიან თქვათ თუნდაც სახელმწიფო თეატრებიდან, თუნდაც არასახელმწიფო თეატრებიდან, ყველა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის სოციალურად დაუცველი ჯგუფების. ყველას ხმა უნდა ისმოდეს იქიდან. ეს არის მათი პირდაპირი მოვალეობა, რასაც არ აკეთებენ ამდენი წლის განმავლობაში და ნუ ძალიან კარგად და ამის ყველანაირი პირობა აქვთ თან განსხვავებით ზუსტად რაზეც ვლაპარაკობდით, ჩემი აზრით ზუსტად ეს არის საზოგადოებრივის როლი, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ კლასიკურად დაბალანსებულები, ობიექტურები, იმას, რასაც ვერ ახერხებს, თქვა კრიტიკა
კლასიკური მედია უკვე ვილაპარაკეთ რის გამოც, ხო? ჩაკეტილის სივრცის გამო და ასევე ბევრი ფინანსური პრობლემის გამო, მაგრამ როდესაც გაქვს გარანტირებული ბიუჯეტი წლიდან წლამდე და ხალხი გაფინანსებს ფაქტიურად, მე მგონია რომ მათ შეუძლიათ კლასიკური როლი ქონდეთ საზოგადოებრივ მაუწყებლის და არა ისე როგორც აი ხშირად ამბობენ ხოლმე წამყვანები პირდაპირ ეთერში რომ ჩვენ ყველაფერს ვაშუქებთ, ჩვენ ყველა მოგვყავს სტუმრად. იცით რა არის? არ არის აქ საქმე რაოდენობაზე, ვის მოიყვანდა, რამდენი საათი იქნები პირდაპირ ეთერში, ან რახან მსახიობი მოიყვანე, ექიმი მოიყვანე, მეცნიერი მოიყვანე. ვალის მოხდის ხო, ეს არ ნიშნავს, რომ всё, რაღაცა ჩაიწერე, მონიშნე, რომ ყავს. ხარისხია აქ მნიშვნელოვანი რა და სულ საზოგადოებრივ მაუწყებელს, არ ვიცი, პულსზე ხელი უნდა ეჭიროს და უნდა გრძნობდეს ზუსტად რომ თუნდაც დისკუსიების დროს, ეს შეიძლება იყოს ერთადერთი სივრცე, ხო, დღეს დისკუსიებისთვის. დისკუსიების დროს ვინ მოიყვანონ, მარტო მსახიობი კი არა, რომ მე მსახიობი მოვიყვანე. ანუ ის მსახიობიც, ესეც და ესეც. ანუ მე მგონია რომ აი უბრალოდ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ზუსტად რომ არ უჭირავს პულსზე ხელი მოვლენების და რაღაცნაირად ესე ცალსახად უყურებს და თავს იმართლებს იმით რომ მე ყველაფერს ვაშუქებ და მე ყველა მომყავს ეთერში და ეს არ არის დამაკმაყოფილება. და ეს არის ჟურნალისტიკა არ არის ასე. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან მაშინ არ იქნებოდა ხო გარეთ ყოველდღე აქციები და მოთხოვნა ეთერის თუ კი ისინი მართლა ასე კეთილსინდისიერად, რა ვიცი, ყველა მოყავთ, ყველას ხმა ისმის, არიან ადამიანები, ვისაც ყოველდღიურად უნდა გააჟღეროს სხვადასხვა ადამიანები, რა თქმა უნდა, გააჟღეროს თავისი ხმა ამ არხზე და მათ არა აქვთ ეს ხმა. ახლა გუშინ მაგალითად გონი გუშინ იყო, ყავდათ მსახიობები ეთერში და მე მივხვდი რომ ეს მსახიობი ჩაგჭათ იმდენჯერ ახსენეთ. იყენებ, როდესაც უსინდისო ხარ, ასე ვთქვათ, ამ სფეროში, მედიის სფეროში, ეს არის ძალიან ასე ვთქვათ, შეიძლება რაღაცა გამოუსწორებელი, ან წლების გამოუსწორება რომ დაჭირდეს ქვეყანაში, აი ასეთი შეცდომები დაუშვი. შეცდომები კი არა, მიზანმიმართული ბოროტება არის ჩემი აზრით, როდესაც უსინდისო ხარ ამ სფეროში როცა მუშაობ, იმიტომ რომ ძალიან დიდი იარაღი არის და ადამიანებზე გაქვს გავლენა. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო. მადლობა თქვენ. სასიამოვნო იყო თქვენი სტუმრობა ჩვენს ეთერში. რა ვიცი, მინდა რომ მალე დავძლიოთ ეს რთული პერიოდი და რაღაცეთ დაუბრუნდეთ, თუნდაც მივმეთი დაუბრუნდეს იმ თავის ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ხაზს, რომელსაც ატარებს. კიდევ ერთხელ ხო, ამ ნაწილშიც და შემდეგშიც თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა უკანონო პატიმარს. ჩვენი გადაცემის შემდეგ ნაწილშიც ძალიან საინტერესო ქალი გვეყოლება სტუმრად და აუცილებლად გვიყურეთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვან თემაზე იქნება იმ ნაწილშიც საუბარი. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა თქვენ წარმატებები. ძალიან მოგვეწონა თქვენი სტუდია. მადლობა. რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებთ.